Დაღადაღებული სატელიტური ანტენები მასქერისა და მასტოფერის პრინციპის გაგრძელების აუცილებლობა ეს საკითხები კვლავ აქტუალურია, სწორედ ამიტომ ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში კამპანიის შენ გეხება მონაწილე ორგანიზაციები ხელისუფლებისადმი სპეციალურ მიმართვას წარადგენენ. მოიხსნას ყადაღა და გაგრძელდეს მასქერისა და მასტოფერის არჩევნების შემდეგ ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი გზავნილებია. ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისს ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. განცხადებას. ნება მომეცი ძალიან მოკლედ შეგახსენოთ, რომ კამპანია დაიწყო 13 თებერვალს 2012 წლის და იმ ბევრ სხვა ინიციატივას შორის, რომელიც ეხებოდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, ეს შენ გეხებამ კიდევ რამოდენიმე საგანგებო ინიციატივა დააყენა მედია სიტუაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით. სწორედ ამ კამპანიამ წამოიწყო მასტქერიზე მუშაობა, ამის გაცნობა საზოგადოებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის და როგორც ისიც მივახციეთ კიდევაც შედეგს იმ მხრივ, რომ მიღებული იქნა კანონი, რომელსაც მასტქერი დღეს, ანუ სავალდებულო ტრანზიტი მართლაც ხორციელდება. მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი. მასტქერი არ უნდა წყდებოდეს არჩევნების დღეს. იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, ჰქონდეს ხელმისაწვდომობა მრავალფეროვან ინფორმაციაზე, მას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ეს სავალდებულო ტრანზიტი სხვადასხვა ტელევიზიისა გაგრძელდეს არა მხოლოდ არჩევნების დღემდე, არამედ მას შემდეგაც და ალბათ რაც შეიძლება მეტხანს, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ერთი არჩევნების ციკლი არ გველის, ჩვენ გველის კიდევ მომავალში საპრეზიდენტო არჩევნები და ვინ იცის კიდევ რამდენი სხვა საარჩევნო პროცესი. შესაბამისად, გვინდა შეგატყობინოთ, რომ დღეს კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები და ადამიანები, რომელიც მასში ჩართული არიან, ვაპირებთ მოვითხოვოთ მასტქერის გაგრძელება იმ დრომდე, სანამ საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა არ მოხდება. ეს არის ჩვენი ერთი უმთავრესი მოთხოვნა. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, ეს შეეხება ასევე მედია გარემოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შეეხება უშუალოდ დაყადაღების პროცესს, რომელიც დაწყებულია საქართველოში და რომელიც უკვე შეეხო რამოდენიმე მედია ორგანიზაციას, უპირველეს ყოვლისა მაესტროს და გლობალ ტივის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დაყადაღების პროცესი არ არის სათანადოდ დასაბუთებული, არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები და ამიტომ ეს პროცესი უნდა შეტყდეს, ყადაღა უნდა მოეხსნას და საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მოქალაქეებს უფლება უნდა მიეცეთ მიიღონ შესაბამისი ეკიპირება იქ, სადაც ამის სურვილი ექნებათ. შესაბამისად არის სწორედ ეს განცხადება, რომელიც მხოლოდ 2 პუნქტს მოიცავს და რომელსაც ეხლა ალბათ ბატონი ირაკლი დაგიკითხავს. მოგესალმებით ყველას, ჩვენი განცხადება კეთილდება. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ ორ რამეს. პირველი, შეიქმნას გარანტიები, რათა მასტქერის და მასტოფერის პრინციპების მოქმედება გაგრძელდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე. მეორე, დაუყოვნებლივ მოიხსნას ყადაღა მედია საშუალებების კუთვნილ სატელიტურ ანტენებზე. უზრუნველყოფილი იქნა სატელიტური ანტენების გავრცელების შეაძლებლობა და ხელისუფლებამ ნაცვლად ყადაღისა გამოიყენოს მონიტორინგის სათანადო მექანიზმები. როდესაც საუბრობთ მონიტორინგის სათანადო მექანიზმებზე, საუბარია იმაზე, რომ თუ კი ხელისუფლებას ან რომელიმე ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამით ხდება მოსყიდვა, კონტროლის პალატას დღეს უკვე აუდიტის სამსახურს აქვს სრული შესაძლებლობა დააკვირდეს ამ პროცესს, დააგზავნოს თავისი წარმომადგენლები და ნახონ თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და არის თუ არა, იქნება თუ არა ამ ანტენების დაყენების პროცესში რაიმე ისეთი ნაბიჯი, რომელიც ადამიანების ან ამორჩევის მოსყიდვაზე საუბრობს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების პოზიცია არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ამ საკითხებთან მიმართებაში და მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არ შეიძლება იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ანგრევს ბიზნესს, არაძლევს საშუალებას მოქალაქეებს მიიღოს ინფორმაცია და არ გვაძლევს საშუალებას ჩვენ ყველას საქართველოში ყავდეს ინფორმირებული ამორჩეველი, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა იმისა, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. მადლობთ. შესაძლოა კიდევ ვინმეს თავისი კომენტარის გაკეთება უნდადეს ჩვენი პარტნიორებიდან, ან კითხვებს დაველოდებით. პირდაპირ ეთერში კამპანიის შენ გეხება